საღამოშვიდობის პირველ რიგში მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა და მადლობა თქვენ ყველას მობრძანებისთვის. ძალიან საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, ბუნებრივია ძალიან ვხელავთ. ამიტომ განცდით სიტყვას გადავამატებთ თუ ხმას მოგვიტევეთ. ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ადამიანებს, რომლებმაც დაუშვეს და გადაწყვიტეს, რომ ამ ისტორიულ ანსამბლს, ამ საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს მართვეს ყოლო და გოგონათა გუნდიც. მოგიხსენებათ, მართვეს აქვს ძალიან დიდი ტრადიცია, ძალიან გამოცდილი, ძალიან დიდი წვლილი და ძალიან მტკიცი აგური დადო ქართული ფოლკლორის განმტკიცებაში და ის რომ მართვეს გოგონებთან და ამ წამოწყებასთან მომიწია შეხება, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავმოსადრეკი, ქედმოსადრეკი ტვირთიც და ნამდვილად გჭირდება დღეს თქვენი გამხნევება. მართვეში მუშაობენ საოცარი ადამიანები, აქ დამხვდა გარემო, რომელმაც მომცა საშუალება მემუშავა თავისუფლად, მემუშავა სიყვარულით და უდიდესი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ თანამშრომელს. რაც შეეხება თავშეყრას, ძალიან ცოტა დროა, რაც ჩვენ როგორც გუნდად შევიკარით. მოგიხსენებათ, საოჯახო ტრადიცია, როგორც ასეთი ქართული სიმღერისა, ფაქტიურად აღარ არსებობს. ჩვენს ახალგაზრდებს, ბავშვებს ნაკლებად მიეწოდებათ ფოლკლორი, თუნდაც ტელევიზიიდან თუ სკოლაში თუ ნებისმიერ პლატფორმაზე. ამიტომ კვირაში 2 დღე თან ძალიან ცოტაა იმის გასააზრებლად, რომ კარგად გავიგოთ, რის მსახურებაში ვდგავართ ჩვენ და თან ძალიან ცოტაა ურთიერთობისთვისაც. ამიტომ მადლობა მინდა ვთქვა მშობლების მისამართით განსაკუთრებული. ისინი ახერხებენ, რომ არა მარტო კვირაში 2-ჯერ, თითქმის ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად შევხვდეთ ერთმანეთს და თქვენს წინაშე წარსდგარიყავით პასუხისმგებლობით და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. გოგონები შემოგთავაზებენ რეპერტუარს, რომელიც ალბათ უმრავლესობა თქვენგანისთვის ფოლკლორის წარმომადგენლები ბრძანდებით აქ არ არის უცხო, არ არის ახალი. შეიძლება ისურვოთ რამე უკეთესი ვარიანტი გქონდეთ, უკეთესი ხედვა, მაგრამ ჩვენთვის ის რაც დღემდე მოვიტანეთ და რაც თქვენ უნდა თქვენს გულებამდე და თქვენს გულის ყურამდე უნდა მოვიტანოთ, ჩვენთვის ჯერ ყველაფერი ახალია. იმიტომ რომ ეხლა იდგამენ ფეხს, ეხლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, ეხლა ვიწყებთ ჩვენს თავთან ჩვენი თავის შეცნობას, ჩვენი თავის შეცნობას გულისხმობ იმას, რომ ეს რასაც ესენი ეხლა სწავლობენ, ეს არის მათი წინაპრების, მათი ოჯახების დიდი ტრადიცია და ამ ბავშვებისთვის ეს თავის შეცნობა რომ არ ყოფილიყო, ესე ვთქვათ, რთული, შევეცადეთ, რომ ისეთი რეპერტუარი, ისეთი მასალა მიგვეწოდებინა მათთვის, რასაც დაძლევდნენ. თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე შეიძლებოდა ამ მცირე დროში და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ. თავს აღარ შეგაწყენთ, დავიწყებთ, საქმით ვისაუბრებთ, ვეცდებით და
შევასრულებთ მეგრული ალილოს ერთ-ერთ ვარიანტს, შევასრულებთ ლეჩხუმურ ქრისტიახსდგას და რაჭულ საფერხულო ქრისტიახსდგას. Yeah.
შესრულდება სალამურო და აჭარული ხერტლის ნადური. გოგოები შეეცადნენ, რომ ასე თუ ისე ყველა კუთხის საყვარელი და ძვირფასი ნიმუში შეესწავლათ და მოიტანათ თქვენამდე. გამოგვითებ შესავალს. ესეთი მიდგომა ავირჩიეთ, რომ სწავლა დავიწყეთ პირდაპირ ნანებით და იავნანებით. სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა
რამდენად მიიღებდნენ მოსაწყენი ხო არ იქნებოდა ეს მათთვის. თუმცა იავნანამ რაქმნას ეფექტით იმოქმედა გულწრფელად და გადაუჭარბებლად გეტყვით ამას. იმიტომ რომ მივაწყვეთ სხვადასხვა კუთხის ნანები, მათი ყურისთვის უცხო ჰარმონიები, სვანური თუ თუშური თუ წოვათუშური. იმდენად ბუნებრივად მიიღეს ეს, ისე მიიღეს ალბათ როგორც უნდა მიიღოთ და რაღაცამ შეიღვიძა მათში, ალბათ რაღაც გენეტიკამ. და გაამართლა ამ მიდგომამ ჩვენთვის. ეხლა შემოგთავაზებთ მიჯრით რამდენიმე ნანას, შემდეგ სადღაც ჩავაქსოვთ პატარა ტირილსაც, რომელიც სულაც არ ჩამოჰგავს ტირილს, ბუნებრივია და ბავშვები არ დავამძიმეთ და არის ისეთი მელოდია, რომ ნანიდან ისე გადავდივართ უმტკივნეულოდ, ესე რომ ვთქვათ. და შემდეგ გადავალთ ცეკვა თამაშზე. პატარა ამბავს გავივლით ადამიანის ცხოვრებისას და ძალიან გთხოვთ უტაშოთ, გვინდა რომ ჩავიაროთ ეს მიჯრით ნანებისა და ბოლოს საცეკვაოს შესრულება. მათთვისაც გამოწვევა ეს, იმიტომ რომ უწევთ მოკლედ დიდი პასუხისმგებლობა აწევთ და ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ. მადლობა და დავიწყოთ.
ლეხორა ნანასა თადენა ბადერ ლეხორა ჯირფლი რო ლეხორა ნანასა პოთლი რო ლეხორა ნანასა ჯირფლი რო ლეხორა ნანასა პოთლი რო ლეხორა ნანასა ой ხახე ტორნანასა ტობოგე ბადერ დადინო ой ხახე ტორნანასა ტობოგე ბადერ დადინო უღრმესი მადლობა. ეხლა შევასრულებთ სვანურ ფერხულს. დალიკო ჯარს ხელღვაჟარე და ამითი დავასრულებთ დღევანდელ საღამოს. Viva
უაღრესი მადლობა გამხნევებისათვის. ბატონო ვალერ და ბატონო ირაკლი, იქნებ 1-2 სიტყვა გითხრათ და გაამხნევოთ ბავშვები. ეს ის მომენტია, რომ აი ძალიან ბევრი კარგი რო გინდა რო თქვა და საიდან დაიწყო რო არ იცი. დღეს რაც ვნახე, უსაღამოს ეს არის საოცარი რამ. მართვეს ისეთი დიდი ისტორია აქვს დაწერილი თავისი მოღვაწეობით, რომ ამ მართვეს შემდეგ დაირქვა გოგონათა გუნდი, მართვე და დაწერო ისტორია, ამას ძალიან დიდი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა ჭირდება. დღეს ამ ბავშვებმა რაც გააკეთეს, ეს არის ღირსეულად ისტორიის დაწყება, რასაც მართვეს გოგონათა გუნდი ქვია. მე წარმატება მინდა უსვირო ლიკას, არ ვიცი, როგორ ახერხებს და როგორ შვება ამ ყველაფერს, რომ ესეთ დონეზე, ესეთ მაღალ პროფესიონალ დონეზე მიიყვანოს ეს ყველაფერი, საოცარი რამა, არ ვიცი, მადლობა ამისთვის. საოცრება, რაც დღეს ვიხილეთ ნამდვილად რა. წარმატებები ბავშვებს, მინდა უსვირო ძალიან ძმურწველად და სულად და გულით. პატრონალებს. მოგესალმებით, მეც მინდა 1-2 სიტყვა თქვა. ეს ბოლო დღეებია რეპეტიციები მიდიოდა ამ დარბაზშიც და ზევით დარბაზშიც და სპეციალურად არ შემოვდიოდი, იმიტომ რომ აი ეს ეფექტი მინდოდა მეგრძნო. მართლა გულწრფელად გეუბნებით. ლიკა ოქროს გოგო ხარ. ესენი კიდე არიან ბრილიანტები ყველა. და მე მართლა მინდათ მოგილოცოთ მართვეს გოგონათა გუნდის დაბადება. დაბადება ქვია დღეს თუ პირველი კონცერტი თუ და აი მართლა ბიჭის საუბარი მინდა ყველას ჩავეხუტო, ყველას გადავეხვიო, ყველას კოცნით და წინ ეხლა ჩემ წარმოსახვაში იმდენი კარგი კარგმა რამემ გამიელა თავში და იმდენი კარგი რაღაცები მოხდება, რომ ერთად ლიკა ბიჭები და გოგონები და გილოცავ ამ დიდ წარმატებას და მინდა დიდი მადლობა უთხრა მიშო ჯავახიშვილს, რომელმაც აი სადაც 2 წლის წინ ხო თუ არ ვცდები წელიწად ნახევრის და ახლა ძალიან ცოტა ხანია რაც ეს გოგონები შეუდგენ ამ დიდ საქმეს და მიშო დიდი მადლობა ამ წამოწყებისთვის და ამ აზრისთვის და რა ვიცი კიდე ვიტყვი და ერთი პატარა გული მწყდება რომ აი ამდენი ხანი რატომ არ იყო ეს რა ვიცი ჩემ თავზე მწყდება პირველ რიგში გული და ცოტა ფრაზობ რომ ცოტა დიდი ხნის წინათ შეიძლება დამის გაკეთება მაგრამ ალბათ ყველაფერს თავის დრო აქვს ყველაფერი ღმერთისნებაა და ლიკა წარმატებებს გისურვებ რა ვიცი ამის შემდეგ ყველა რეპეტიციას დავესწრებით და შემოვალ და რა ვიცი დიდი მადლობა ირაკლი წარმატებები და ლიკა წარმატებები გოგონებო ყველას გეფერებით და კოცნით და წარმატებები